რამდენჯერ გითქვამს ორშაბათიდან ამას შევცვლიო, შემდეგი წლიდან ამას გამოვასწორებ. თავიდან იწყებ მოტივაციით, გაქვს დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაკლდება ენერგია და მალე ხარ ისევ ძვლოჩვევებთან, რომელიც ხელს გიშლის იმას მიაღწიო, რაც შენ გინდა. ამაში მარტო რომ არ ხარ ეს კარგად იცი, მილიონობით ადამიანი ცდილობს ჩამოიყალიბოს ახალი სასარგებლო ჩვევა და მილიონობით ადამიანი ყოველდღე არის იმად გაცრუებული საკუთარი თავით. რეალობა კი ის არის, რომ უმეტესობა ამ ადამიანების უშვებს ერთი და იგივე შეცდომას. ვიცი კარგად, იმიტომ რომ მე თვითონაც ამ შეცდომის მსხვერპლი ვიყავი ძალიან ბევრი წელი. რაც ტვინის შესწავლა დავიწყე, შევცვალე ეს ერთი რაღაცა და ყველაფერი შეიცვალა. ხო და დღეს მოგიყვებით რა შეცდომას უშვებთ ყოველთვის, როცა გვინდა ახალი ჩვევა ჩამოვიყალიბოთ და რა თქმა უნდა ბოლოს გავიგებთ იმას, როგორ დავახციოთ თავი ამ შეცდომას. ხო და დავიწყეთ. შენი აზრით რა არის ადამიანის კარგად ყოფნის ყველაზე მთავარი მტერი? სიზარმაცე, უფულობა, ცუდი პარტნიორი, ძველი ტრამვები? უამრავი პასუხია რა თქმა უნდა ამ შეკითხვაზე, მაგრამ მეცნიერებას ტვინზე დაკვირვებით აქვს თავისი კონკრეტული პასუხი. და იმისთვის რომ გავიგოთ ეს პასუხი, უნდა გავიცნოთ ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჩვენს ცხოვრებაში, ჰორმონი დოპამინი. შეიძლება გაგიგიათ, მას ხშირად სიამოვნების ჰორმონს ეძახიან, თუმცა მისი ფუნქცია სიამოვნება არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასწავლოს ტვინს ახალი რაღაცეები და მისცეს მოტივაცია, რომ გაიმეოროს ის, რასაც მოაქვს ჯილდო. ის კიდევ ბევრ სხვა ფუნქციას ასრულებს, მაგალითად მოტორიკის კონტროლი. აი პარკინსონის დაავადება არის დოპამინის დეფიციტი. თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, ვერ აკონტროლებს შენს მოძრაობებს. მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მის სხვა ფუნქციაზე, რომელიც არის ასწავლოს ტვინს ახალი რაღაცეები. როგორ აკეთებს დოპამინი ამას? ძალიან მარტივი მათემატიკა არის ჩვენს ტვინში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საბაზისო რაოდენობა დოპამინის 1000 ცალი. სინამდვილეში ეს ციფრი სისულელეა, მილიონობით მოლეკულა, მაგრამ სიმარტივისთვის 1000 ცალი. როდესაც დოპამინის დოზა ადის ზევით და ხდება თქვა 1500, ჩვენ თავს გვგზნობთ ძალიან კარგად. თუ ადის და ხდება 5000, ჩვენ გვაქვს ეიფორია და გონია რომ ყველაფერი შეგვიძლია ამ სამყაროში. და როდის ადის დოპამინის დოზა ზევით? როცა ვიღებთ ჯილდოს. გვინდა გემრიელი საჭმელი, ვჭამთ ჯილდო. გვინდა ხელფასის მომატება, აგვიწიეს ჯილდო. მოგვეწონა ვიღაცა, დაგვიბრუნა ყურადღება, ჯილდო. ანუ დოპამინის აწევა ტვინისთვის სიგნალი არის დაიმახსოვრე ეს ქმედებები, იმიტომ რომ მას მოყვება ჯილდო. და ჯილდო ტვინის ენაზე არის აწეული დოპამინის რაოდენობა, რომელიც თავს კარგად გვაგზნობინებს და ამიტომაც ეძახიან ხოლმე მას სიამოვნების ჰორმონს. და ძალიან საინტერესო რამე დოპამინზე სწორედ ის არის, რომ როდესაც შენ პირველად იღებ რაღაცა გამოცდილებას, მაგალითად ახალ რესტორანში წახვედი და პირველად გასინჯეთ ძალიან გემრიელი კერძი. დოპამინის დოზა ტვინში ადის მაშინ, როცა პირველი ლუკმა დააგემოვნე. მაგრამ როცა მეორეჯერ მიდიხარ იმავე რესტორანში და უკვე წინასწარ გაქვს შექმნილი მოლოდინი, რომ იქ კარგი კერძები დაგხვდება, დოპამინის დოზის აწევა იწყება მანამდე. ანუ როცა გზაში ხარ, როცა საჭმელს უკვეთავ. ეს არის ტვინის პროგნოზი, რომ იქ მე ჯილდო მელოდება. ესე იგი, ჩვენ წინასწარ გვგზნობთ თავს კარგად. აი თუ დააკვირდები, ხშირად გაცილებით კარგად გვგზნობთ თავს მაშინ, როდესაც სასიამოვნოს მოლოდინში ვართ, ვიდრე მისი მიღების შემდეგ. აი გამარჯვების მოლოდინი, ვინმეს ნახვის მოლოდინი, გემრიელი საჭმლის მოლოდინი. კი, მაშინაც ადის დოპამინის დოზა, როდესაც შენ უკვე მიიღებ ამ ჯილდოს, მაგრამ ისე კარგად აღარ გვგზნობთ თავს. და რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო სწრაფად და მკვეთრად იცვლება დოპამინის დოზა ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო კარგად გვგზნობთ თავს. და როდესაც მოლოდინები გაქვს შექმნილი, უკვე წინასწარ იწყებს დოპამინი ნელ-ნელა აწევას და როცა ჯილდოს იღებ, აღარ არის მკვეთრი სხვაობა. ამიტომ არის რომ სასიამოვნო სიურპრიზებს აქვს საოცარი ეფექტი და პირველ მოგზაურობას, პირველ ნახვას, პირველ კოცნას არაფერი ედრება, წინასწარ არ გაქვს მოლოდინები შექმნილი და ამიტომ დოპამინის დოზა ჯილდოს მიღებისას ძალიან სწრაფად იცვლება. რა ხდება მაშინ, როცა მოლოდინი შექმნილი გაქვს და არ იღებ იმ ჯილდოს? რა თქმა უნდა, დოპამინის დოზა მკვეთრად ქვევით ეცემა და ეს ძალიან ნეგატიური ემოციაა და ტვინისთვის სიგნალია, რომ ეს ქმედებები არ გაიმეორო. რა ხდება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრჯერ ზუსტად იგივეს იღებ, რისი მოლოდინიც გაქვს? არაფერი, დოპამინის დოზა თითქმის არ იცვლება. ანუ ამას არ მოაქვს განსაკუთრებული შეგრძნება. ზუსტად ამიტომ არის, რომ მალე გადის სიხარული ახალი ნივთის, ახალი სამსახურის, გაზრდილი ხელფასის. ტვინი უკვე სწავლობს ამ ახალ რეალობას და აღარ გაჯილდოვებს ახალი დოზა დოპამინით. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გვგზნობ თავს ძალიან კარგად, როდესაც რეალობა აჭარბებს მოლოდინს. აი, მაგალითად, თუ მოლოდინი ქონდა, რომ ხელფას გაგიზრდიდნენ 50% და გაგიზარდეს 30-ით, შენ 500-ზე ხარ. არა და რამხელა 30%-იანი შემოსავლების და პირიქით, თუ 5%-ს ელოდებოდი და 25-ით გაგიზარდეს, შენ ძალიან ბედნიერი ხარ. დიახ, ჩვენი კარგად ყოფნის მთავარი მტერი არის ჩვენი მოლოდინები. როცა რეალობა ემთხვევა მოლოდინებს,
მოლოდინებს თავს ნეიტრალურად გრძნობთ. როცა ნაკლებია, მაშინ ცუდად ვართ და მხოლოდ მაშინ ვართ კარგად, როდესაც რეალობა აჭარბებს მოლოდინებს. ხო და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ახალ ჩვევებთან? ის რომ როდესაც ჩვენ ვიწყებთ ჩვევის გამომუშავებას, ძირითადად გვაქვს რაღაც ძალიან დიდი მიზნებით. მინდა დავიკლო 10 კილო, მინდა მქონდეს ნავარჯიშები ტანი, მინდა ვიყო უფრო განათლებული, უფრო მოწესრიგებული და ეს ისეთი ჯილდოებია, რომელსაც მიიღებთ ძალიან შორს და ტვინი ყოველდღე არის იმად გასრულებული. იმიტომ რომ ხარჯავს ენერგიას და ჯილდოს ჯერ ვერ იღებს. ესე იგი ყოველდღე დოპამინის დოზას გაკლებს და გაკლებს. ამიტომ არის რომ თავიდან ვიწყებთ ენთუზიაზმით და მერე ნელ-ნელა მოტივაცია და ენერგია გვაკლდება. და შემდეგ როცა დაბალია დოპამინის დოზა, ტვინს აუცილებლად უნდა ისეთი რამე გააკეთოს, რაც სწრაფად აუწევს დოპამინს. გემრიელი ბურგერი, ბევრი ლაიქი ინსტაგრამზე, ვიდეო თამაში, ჭიქა ღვინო, ამიტომაც ვუბრუნდებით ძალიან სწრაფად ძველ ჩვევებს. ტვინს ჭირდება აღიდგინოს თავისი დოპამინის რესურსი. ისე თუ მოგინდებათ მემაჩუქოთ დოპამინები, გამოიწერეთ ეს არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. მადლობა წინასწარ ნაჩუქარი დოპამინებისთვის. ხო და რა უყოთ ახლა ამ მიზნებს? არ გქონდეს მიზნები? მაშინ როცა ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც უმეტესობას გონია, რომ რას უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მეტი შანსია წარმატების. მე ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ დაისახე დიდი მიზანი, პატარას მაინც მიაღწიო და მე მივხვდი, რომ ეს რჩევა შეიძლება დარცის თამაშის დროს გამოგადგეს, რომ არა აცილო მიზანს, მაგრამ რეალობაში ეს ისეთი რამეა, რაც ტვინს ამყოფებს მუდმივ იმედგაცრუებაში. სინამდვილეში მიზნებში არ არის საქმე. ვინმე გადის გამოცდაზე იმისთვის, რომ ჩაიჭრას, ან ოლიმპიადაზე რომ ბოლო ადგილზე დაბრუნდეს, ან იმისთვის იწყებს ბიზნესს, რომ მერე გაკოტრდეს, არა და უამრავი ადამიანი ამ შედეგით ამთავრებს. დიდი მიზნების დასახვას კი არ მოაქვს წარმატება, წარმატება სულ სხვა რამეს მოაქვს. აი თბილისი ნიუ-იორკის რეისი რომ არსებობდეს და გაფრინდეს თვითმფრინავი, მაგრამ დასაწყისში 1 გრადუსით შეცვალოს თავისი ტრაექტორია 154 კილომეტრით შორს დაამთავრებს ნიუ-იორკიდან და შეიძლება ბალტიმორში დაჯდეს. არა და რა არის სულ რამდენიმე სანტიმეტრიანი ცვლილება. 100-ია ცხოვრებაშიც. 1-ით მეტი მოწეული სიგარეტი იმავე წამს კიბოს არ დაგმართებს. 1-ით მეტი ბურგერი 10 კილოს არ მოგამატებინებს. 1-ით მეტი დაიგნორებული შენი პარტნიორი ურთიერთობას იმავე წამს არ დაანგრევს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გროვდება. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ჩაიხედე აბასარკეში. გუშინდელ დღესთან შედარებით დაბერდი? თითქმის ცვლილება არ არის, ხო? მაგრამ აბა დახედე 5 წლის წინანდელ ფოტოს, რამდენი რამე შეიცვალა და ეს ცვლილება ხდებოდა ყოველ დღე. ესე იგი, თუ შენ გაქვს მავნე ჩვევები, დრო შენი მტერი ხდება. მაგრამ თუ შენ იწყებ ერთი პატარა რამის გაუმჯობესებას ყოველ დღე, დრო შენი მოკავშირე ხდება და საოცარ შედეგებს აღწევ. თუმცა ამ მიდგომას აქვს სერიოზული წინააღმდეგობა ჩვენს კულტურაში. ჩვენ ვართ გაგიჟებული დიდ შედეგებზე. ვინ გეტყვის რა კარგი ხარ, 100 გრამი დაიკელიო, არც ოჯახში, არც საკუთარ თავში, ჩვენ არ ვიცით პატარა ცვლილების დაფასება. მარტო მაშინ ვაქებთ ადამიანებს თუ დიდი შედეგი დადო, დედა როგორ გამხდარ ხარ, როგორ დაწინაურებულ ხარ, როგორ გამდიდრებულ ხარ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი არის პატარ-პატარა ცვლილებების შედეგი. თურმე ბრიტანეთის ველოსპორტი იყო საკმაოდ სუსტი გუნდი 100 წლის განმავლობაში. 2003 წელს მიიყვანეს ახალი მწვრთნელი, რომელიც დაკონცენტრირდა ყოველ დღე სულ პატარა რაღაცის გაუმჯობესებაზე. ისეთ აბსურდულ რაღაცეებს აქცევდა ყურადღებას, რომ ბევრს ძალიან უყვირდა. მაგალითად, რა მატრასებზე ძინავთ სპორტსმენებს, რა ბალიშებზე, რა გელს ხმარობენ მასაჟების დროს, რომელი ტანსაცმელი უფრო მეტად ინარჩუნებს კუნთების ტემპერატურას. აი ამ პატარ-პატარა რაღაცების გაუმჯობესებით 5 წლის თავზე 60% პეკინის ოლიმპიადაზე მოიგეს მედლების და იქიდან კიდევ 4 წელიწადში 9 ოლიმპიური და 7 მსოფლიო რეკორდი მოხსნეს. ყოველდღიური პატარ-პატარა ცვლილებები დროში იძლევა ძალიან დიდ შედეგებს. ხო და ესე იგი რა უნდა ვქნათ? რა და ჩვენი მიზნები უნდა შევცვალოთ და არ ვიყოთ რეზულტატზე ორიენტირებული, არამედ ვიყოთ პროცესებზე. და ის მიზნები ისე დავყოთ, რომ ტვინმა ყოველ დღე დაგვაჯილდოვოს პატარ-პატარა დოპამინებით. აი მაგალითად 10 კილოს დაკლება კი არ მინდა, მე მინდა ვიყო ის, რომელიც უფრო და უფრო მეტ დღეს იკვებება ჯანსაღად. და ეს ისეთი მიზანია, რომელიც ხშირად შესრულებადია, ტვინი ყველა 100 დღეზე დაგაჯილდოვებს დოპამინით, ანუ მეტი ენერგია გექნება მეორე დღეს და რაც მთავარია, როდესაც არაჯანსაღ რაღაცას შეჭამ, აღარ გაქვს იმედგაცრუების და ფრუსტრაციის შეგრძნება, იმიტომ რომ შენ არ დაგისახავს მიზნად არასოდეს არ დაგერღვია. შენ უბრალოდ ამბობ, რომ უფრო და უფრო მეტი დღე ვიკვებო ჯანსაღად. მაგალითად, გინდა ისეირნო საღამოობით, არ უთხრა რომ 30 წუთი ისეირნებ. უთხარი რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც კვირაში რამდენიმე დღე იცვავს და ჩადის კორპუსის ქვევით. იქ თუნდაც სკამზე დაჯდეს. აი ამ აქტივობას როცა მიეჩვევა, თავისით მერე დაიწყებს სეირნობასაც. თუ გინდა წაიკითხო მეტი, არ უთხრა რომ წავიკითხავ ერთ დიდ თავს, იმიტომ რომ twins როცა ახსენდება, ეზარება ურჩევნია მაგალითად, რა ვიცი, ტელეფონში ჩაძროს ან YouTube-ს უყუროს, ხო? უთხარი რომ მე მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ყოველ კვირა ერთი წინადადებით მეც კითხულობს.
რა მარტივი დავალებაა ტვინისთვის და დაგაჯილდოვებს დოპამინით. იგივე სამსახურში, არა მეტი გაყიდვები, არა მეტი მოგება, არა მეტი პორტფელი, არამედ ერთით მეტი კლიენტი, რომელთანაც დავრეკე, ერთით ნაკლები მეილი, რომელსაც გვიან მოპასუხე, ერთით ნაკლები დაგვიანებული დღე, ერთი დღით გაუმჯობესებული დედლაინის ჩაბარება, ანუ სულ პატარა ცვლილებები. აი, ჩემი მაგალითი მინდა გაგიზიაროთ. როდესაც ეს არხი დავიწყე, საერთოდ არ მქონდა მიზანი, რომ ყოფილიყო ეს არხი დიდი, მინდოდა შემექმნა ძალიან პატარა წრე, რომელიც გაუზიარებდით ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციას ფსიქიკაზე, ადამიანებზე. მაგრამ ნელ-ნელა როდესაც არხმა დაიწყო უფრო მეტი ნახვების დაგროვება, ჩემი მოლოდინებიც გაიზარდა. და მივხვდი, რომ შემდეგი ვიდეო თუ აღარ აგროვებდა იმდენ ნახვას, რამდენი წინა, ეს ჩემს მოტივაციაზე მოქმედებდა საკმაოდ. და იმავე წამს გამახსენდა ეს მიდგომა. ჩემი მიზანი არ არის ამ ვიდეოებს კონდეს ბევრი ნახვები. ჩემი მიზანია ყოველ კვირა ისეთი ვიდეო გავაკეთო, სადაც ერთი პატარა რამე მაინც გავაუმჯობესე. ერთი წუთით ნაკლები დრო დავხარჯე მონტაჟზე, განათებაზე, ჩაწერაზე და უფრო მეტი დრო, თქვათ, კვლევაზე და უკეთესი სცენარის დაწერაზე. თითო გაუმჯობესებული რამე ჩემი დოპამინის წყაროა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როცა ბევრი ნახვები აქვს და ბევრი მოწონება, კომენტარი და თუ გინდათ გამახაროთ, დამიწერეთ კომენტარები, მაგრამ ჩემი ფოკუსი რო სხვაგან არის, აღარ მართმევს მოტივაციას ნაკლებ ნახვებიანი ვიდეო. იგივე გავაკეთე კვებაზე რამდენიმე წლის წინ, სულ მინდოდა კონკრეტული წონა. და ესე იგი ოჯახში დირექტორი იყოს ასწორი. თუ არ დაწერდა იმ წონას, რომელიც მინდოდა, მე თავს არ ვგზნობდი კარგად. მე შევცვალე მიდგომა და ჩემ თავს ვთხარი, რომ მე მინდა დილაობით თავი ვიგრძნო მსუბუქად. და როდესაც წინაღამეს არ ვჭამე, დოპამინით მაჯილდოვებს ტვინი ყოველ დილით. აი, შენ გუშინ ამიზანს მიაღწია. ხო და აი ასე ტრანსფორმირება რეალურად ნიშნავს, რომ მთელი ბიოლოგია იწყებს ჩვენ სასარგებლოდ მუშაობას. მაგრამ ამ მიდგომას აქ ერთი დიდი წინააღმდეგობა და შეიძლება ესეთი რამე მითხრა. კი, მაგრამ ეს სინამდვილეში იმ დიდი მიზნების მიღწევა მინდა, წარმატება მინდა, ფული მინდა და კარგი სხეული მინდა და შენ მეუნები დავკონცენტრირდე იმაზე, რაც მე სინამდვილეში არ მინდაო. მაგრამ აბა ერთი წამით გამომყევი და მიპასუხე, რატომ გინდა იმ მიზანს მიაღწიო? უფრო წარმატებული იქნები, უფრო ჯანმრთელი, უფრო მეტ ადამიანს მოეწონები? ეგენი რატომ გინდა? ალბათ იმიტომ, რომ გონია, რომ როცა იმ მიზანს მიაღწევ, თავს იგრძნობ უფრო უკეთესად. ხო, ანუ ჩვენ ყველაფერი გვინდა იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ კარგად. და ამ კარგად ყოფნისთვის ამ ვიდეოთი გავიგეთ, რომ გჭირდება, რომ დოპამინის რაოდენობა ორგანიზმში იყოს მინიმუმ საკმარისი, არამც თუ დაბალი. და თუ ჩვენ ისეთ მიზნებს დავისახავთ, რომელსაც დიდხანს ვერ მივაღწევთ, დოპამინის რაოდენობა მუდმივად შეგვიმცირდება და თავს კარგად ვერ ვიგრძნობთ და როცა იმ მიზანს მივაღწევთ, კი, ცოტა ხანი ვიგრძნობ თავს კარგად, მაგრამ როგორც გავიგეთ, როგორც კი ტვინი შეეჩვევა და ისწავლის, იმავე წამსთვის მოუნდება ახალი დოპამინის წყარო, ანუ ის აუცილებლად დაისახავს ახალ მიზანს. ჯერ ერთი მდიდარი ადამიანი არ მინახავს, რომელიც მუდმივად კმაყოფილია იმით, რომ ფული აქვს. მას მუდმივად უნდა ან მეტი ფული, ან მეტი გავლენა, ან ახალი ბიზნესი, რომ ტვინმა დააჯილდოოს დოპამინის რაოდენობით. ასე რომ, ეს თავის მოტყუება კი არ არის სინამდვილეში გააზრება იმისი, რა გვინდა ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა თავი ვიგრძნოთ კარგად და ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი თავი გავხადოთ ისეთი, რომელიც ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დაისახავს, მიაღწევს, იმიტომ რომ მიზნები შეგვეცვლება, მაგრამ ჩვენი თავი დარჩება ჩვენთან. და აი ამ 1%-იანი გაუმჯობესების მიდგომა და პროცესებზე ორიენტირებულობა და არა შედეგზე, ზუსტად ეს არის. რა თმინდა შედეგი თუ სულ ვიტანჯე, ხო? ანუ ეს პროცესი უნდა გავხადო მე სასიამოვნო. მე ხო შედეგი, იმიტომ მინდა რომ თავი კარგად ვიგრძნო და მოდი ახლავე დავიწყებ თავის კარგად შექმნებას. მაგრამ აქ საინტერესო კიდე ის არის, რომ თუ არ დაიწყებ ახლავე რაღაცა სასიამოვნოების კეთებას, გამორიცხულია იმის ნამდვილად ვერ მიხვალ, თუ ძალიან აძალებ ტვინს. წინა ვიდეოში გავიგეთ, რომ ნებისყოფა ძალიან სასრული და ლიმიტირებული რესურსია და არ გეყოფა უბრალოდ, თუ შენ პროცესი არ შეუსაბამე შენი ტვინის ბუნებრივ მუშაობას და შენ ტვინს ბუნებრივად ჭირდება დამატებითი მოტივაცია, ანუ ტვინის ენაზე დამატებითი დოპამინი. აქ შეიძლება მკითხო, კი, მაგრამ ნეირომეცნიერებას რამე უფრო პრაქტიკული რჩევები არა აქვსო? კი, ნამდვილად აქვს, მაგალითად, დღის რომელ მონაკვეთში დავიწყოთ, რა გავაკეთოთ დილით, თუ გვინდა რომ შანსი გაიზარდოს იმ ჩვევის ჩამოყალიბების და ამაზე აუცილებლად მოგიყვები შემდეგ ვიდეოში. მაგრამ ამ თემას იმიტომ დავუთმე მთელი ვიდეო, რომ თუ ეს არ შევცვალეთ, იმ პრაქტიკულ რჩევებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, თუ შენ ეს თემა მოგეწონა და აქამდე უყურე, მოდი ახლა ჩამოწერე რა მიზნები გაქვს, როგორ შეგიძლია ისინი, ესე იგი, დასპინო, ანუ გადააკეთო ისე, რომ აი ამ ახალ სისტემას მოარგო, თუ ვერ ფიქრობ, როგორ შეიძლება შენი მიზანი მოარგო, თუ გინდა დამიწერე
მერე კომენტარებში და სიამოვნებით შემოგთავაზებ ჩემ ვერსიას და დაელოდე შემდეგ ხუთშაბათს, სადაც ვისაუბრებთ რა პრაქტიკული რჩევები აქვს ნეირომეცნიერებას იმისთვის, რომ გამოვიმუშაოთ სასარგებლო ჩვევები. შემდეგ სპინამდე.